LG-ს მრავალრიცხოვან smartphone-თა შორის ამ კონკრეტულ აღწერაში ჩვენ გაგაცნობთ ერთ-ერთ თვალსაჩინო ფლაგმანს LG G3-ს. კომპანია LG-მ კვლავ განაახლა ფლაგმანური smartphone Top სერიიდან G. კომპანიის ახალი ფლაგმანი წარდგენილი იქნა მას შემდეგ, რაც ყველა კონკურენტმა მომავალი სეზონისთვის ბაზარზე საკუთარი ფლაგმანური განაწყვეტილებები გამოუშვა. ყველა Top სიახლეს ამ სეზონში გაუჩნდა რაღაც უჩვეულო ფუნქცია, როგორიცაა თითის ანაბეჭდის სკანერი, წნევის საზომი ან სხვა რამ. LG G3-ს მოეპოვება რაღაც განსაკუთრებული. პირველ რიგში LG-ს ახალ ფლაგმანს შეუძლია დაიქვეყნოს ეკრანის უჩვეულო გაფართოებით. Quad HD ჯერ კიდევ წარმოადგენს უნიკალურ გადაწყვეტას smartphone-ის ეკრანებისთვის. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ LG-ს ახალი ფლაგმანი ვერ ჩაეტია გონივრული ზომების ფარგლებში, რომლებსაც ასე თუ ისე შეესაბამებოდა მისი წინამორბედი. თუმცა ეს საკითხი შეიძლება აწუხებდეს მხოლოდ მათ, ვინც თანამედროვე smartphone-ში ჯერ კიდევ ხედავს არა პლანშეტს, არამედ აკურატულ და მინიატურულ მობილურ თანაშემწეს, რომელიც თავსდება საშუალო სტატისტიკურ ჯიბეში. შოკის მომგვრელი არაფერია მათთვის, ვისაც მყარად აქვს გადაწყვეტილი smartphone-ისა და პლანშეტის გაერთიანება ერთ მოწყობილობაში. რაც შეეხება დიზაინს, იგი დარჩა ისეთივე, როგორიც LG G2-ს ჰქონდა. შეიცვალა მხოლოდ მასალა. კერძოდ, კორპუსი კვლავ პლასტიკური დარჩა, მაგრამ ამჯერად შემქმნელებმა მას იმდენად შეუცვალეს იერსახე, რომ ერთი შეხედვით არ განსხვავდება მეტალისაგან. Smartphone LG G3 აღჭურვილია სენსორული მატრიცით IPS. ეკრანის ზომა შეადგენს 68-121 მმ-ზე. დიაგონალი 5.5 დიუმი, გაფართოება 2560x1440. დისპლეი მიიღო smartphone-ებისთვის საკმაოდ მაღალი რეზოლუცია Quad HD. ისეთი პარამეტრი, როგორიცაა პიქსელების სიმჭიდროვე, დიუმზე უდრის 528 ppi-ს. smartphone-ის დისპლეისთვის აქამდე არ არსებული მაჩვენებელია. ჩარჩო ეკრანის ირგვლივ საკმაოდ თხელია. შემქმნელები ირწმუნებიან, რომ დისპლეი იკავებს smartphone-ის ზედაპირის 76%-ს. ეკრანს აქვს მაღალი სიკაშკაშე და გააჩნია კარგი არეკვლის საწინააღმდეგო თვისებები. ამიტომ smartphone-ის გამოყენება უპრობლემოდ შესაძლებელია ზაფხულის მზიან ამინჩიც. პირველი შეხედვით მიღებული შთაბეჭდილება რამდენიმე სიტყვაში შეიძლება ჩავატიოთ. ის არის დიდი, ხარისხიანი ეკრანით და დახვეწილი დიზაინით. რა თქმა უნდა, მეტის გასაგებად აუცილებელია ჩვენი აღწერის ბოლომდე ნახვა. წინამორბედთან შედარებით LG G3-ის ჟღერადობა უფრო მაღალია, რაც მიღწეულია ძლიერი დინამიკის ხარჯზე, რომელიც შეერთებულია გამაძლიერებელთან. მიუხედავად იმისა, რომ დინამიკი აქ მხოლოდ ერთია და ის მიმართულია მომხმარებლისაგან საპირისპირო მხარეს, ხმა ნამდვილად ძალიან მაღალია. LG G3 აღჭურვილია ორი ციფრული კამერით, 13 და 2.1 მეგაპიქსელი. ძირითადი 13 მეგაპიქსელიანი კამერა აღჭურვილია გამოსახულების გაუმჯობესებული ოპტიკური სტაბილიზაციით, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ smartphone-ს ასევე გააჩნია ლაზერული ფოკუსირება. ისევე როგორც პერსონალურ სარკულ ფოტოკამერებში, LG G3-ში მოცემული ტექნოლოგია გამოიყენება ლაზერის სხივის მეშვეობით კამერასა და გადასაღებ ობიექტ შორის მანძილის გასაზომად. კამერა შეუძლია ვიდეოს გადაღება გაფართოებით 1080p და UHD. ასევე გააჩნია ტოპ smartphone-ებისთვის სტანდარტული შესაძლებლობა გადაიღოს ვიდეორგოლი შენელებულ რეჟიმში. ოპერაციულ სისტემად გამოყენებულია Google Android 4.4 KitKat პროგრამული პლატფორმა, რომელთან ერთადაც ტრადიციულად დაყენებულია საკუთარი საფირმო გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი Optimus UI მიმღები. ისევე როგორც Samsung-ის, HTC-ის და Sony-ის უკანასკნელი ფლაგმანების, LG G3-ს აპარატული პლატფორმა ეფუძნება 4-ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 801 სისტემის ბაზას. Snapdragon 801 შეუძლია იმუშაოს 2.46 GHz სიხშირეზე. ტოპ წარმოებლის მიერ Qualcomm Snapdragon 801-ის პლატფორმაზე შექმნილი 4 სახელიდან მხოლოდ კორეული Samsung-ი და LG-ის აპარატები მუშაობენ მოცემული პლატფორმის მაქსიმალურ ვერსიაზე. გრაფიკის დამუშავებაში პროცესორს ეხმარება ვიდეო ამაჩქარებელი Adreno 320. მომხმარებლისთვის 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებიდან ხელმისაწვდომი არის 11 გიგაბაიტზე ნაკლები. Smartphone-ის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 2 გიგაბაიტს. მეხსიერების ბარათები micro SD მოცემულ მოდელში მხარდაჭერილია მოცულობით 128 გიგაბაიტამდე. ასევე შესაძლებელია flash მეხსიერების შეერთება micro USB პორტთან სპეციალური გადამყვანის მეშვეობით რეჟიმში OTG. უწყვეტი კითხვის რეჟიმში FB Reader პროგრამის მეშვეობით მინიმალური კომფორტის დონით აკუმულატორის სრულ დაცლამდე აპარატმა 9 საათი იმუშავა. ხოლო YouTube-ზე მაღალი ხარისხით ვიდეოს უწყვეტი ყურებისას სიკაშკაშის იმავე დონით სახლის უსადენო ქსელის Wi-Fi-ის მეშვეობით გასტანა 7 საათი. 3D თამაშის რეჟიმში smartphone-მა იმუშავა 3 საათზე ნაკლები.